მოდით დღეს ერთ-ერთ ყველაზე საოცარ ისტორიაზე ვისაუბროთ. როგორ ხდება, რომ ერთი პატარა სამთავრო უცებ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძლევამოსილ იმპერიად იქცევა? აი ზუსტად ოსმალების აღზევებაა ასეთი ამბავი. და მართლაც, რა არის ის საიდუმლო, რომელიც რეგიონულ ძალას მსოფლიო იმპერიად აქცევს? იცით, ეს კითხვა ბევრ ისტორიას უკავშირდება, მაგრამ ოსმალების შემთხვევა, აი ეს მართლაც განსაკუთრებით დრამატული და საინტერესო პასუხია. იმისთვის, რომ კარგად გავიგოთ, როგორ მოხდა ეს ყველაფერი, მოდით ამბავის სამ მთავარ კითხვაზე პასუხის გაცემით ავაწყოთ. წარმოიდგინეთ, რომ ეს არის ერთგვარი ისტორიული თავსატეხი და ჩვენ ახლა მის ნაწილებს სათვითაოდ შევაერთებთ, რომ სრული სურაფი დავინახოთ. დავიწყოთ თავიდან. ყველაფერი მცირე აზიაში იწყება. იცით, ეს ისეთი რეგიონია, რომელიც ერთდროულად იმპერიების სასაფლაოც იყო და აკვანიც. ხო და სწორედ აქ, ძველი დაცემული იმპერიების, ბიზანტიისა და სელჩუკების ნანგრევებზე იბადება რაღაც სრულიად ახალი, მომავალი ოსმალეთის იმპერია. ესე იგი, პირველი და ყველაზე ფუნდამენტური კითხვა. როგორ, რა პირობებში ჩამოყალიბდა ოსმალთა სასულთანო მცირე აზიაში? ხომ ხვდებით, ეს არ იყო უბრალოდ რუკაზე ახალი ქვეყნის დახატვა. არა, ეს იყო იმდროინდელი ქაოსიდან ძალაუფლების ნელ-ნელა, მაგრამ მტკიცედ გამოკვეთა. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩამოყალიბება მხოლოდ პირველი ნაბიჯი იყო. როგორც კი ფეხზე დადგნენ, ოსმალებმა თითქმის მაშინვე დაიწყეს აგრესიული გაფართოება. უნდა გვესმოდეს, რომ მათი გადარჩენაც და ზრდაც პირდაპირ იყო დამოკიდებული ამ დაპყრობითი ომების წარმატებაზე. და აი აქ უკვე ჩნდება ჩვენი მეორე კითხვა. კი, მაგრამ როგორ ახერხებდნენ ისინი ასეთი გამანადგურებელი და რაც მთავარია, წარმატებული ომების წარმოებას? დამიჯერეთ, ეს მხოლოდ ჯარისკაცების სიმამაცეზე არ იყო დამოკიდებული. აქ საქმე გვაქვს კარგად აწყობილ სისტემასთან, ტექნოლოგიასთან და რა თქმა უნდა, სტრატეგიასთან. თუმცა იცით, ბრძოლის ველზე გამარჯვება ერთია და იმპერიის აშენება სულ სხვა რამეა. ოსმალების ნამდვილი ძალა, მათი სუპერძალა თუ გნებავთ, იმალებოდა იმ ფუნდამენტურ უპირატესობაში, რომელიც მათ მაშინდელი მსოფლიოს სხვა მოთამაშეებისგან მკვეთრად განასხვავებდა. და აი, მივადგეთ ჩვენი ანალიზის კულმინაციას, ბოლო და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას. რატომ? რის ხარჯზე ჰქონდათ ოსმალებს ასეთი თვალშისაცემი უპირატესობა თავიანთ მთავარ კონკურენტებთან, ქრისტიანულ სახელმწიფოებთან? პასუხი, რომელსაც ახლა ვნახავთ, ფაქტობრივად მათი იმპერიული აღზევების მთავარი გასაღებია. მოდით უბრალოდ შევადაროთ. კონტრასტი მართლაც გასაოცარია. ერთ მხარეს გვაქვს ოსმალეთი, ერთიანი ცენტრალიზებული სახელმწიფო, სადაც სულთანის სიტყვა კანონია და მთელი ქვეყნის რესურსი ერთი მიზნისკენ არის მიმართული. და მეორე მხარეს დანაწევრებული, დაგსაქსაქსული ევროპა, სადაც მეფეები, დიდი ფეოდალები და რომის პაპი გამუდმებით ერთმანეთს ებრძვიან ძალაუფლებისთვის. კარგი, მოდით კიდევ უფრო დავაკონკრეტოთ. რას ნიშნავდა ეს პრაქტიკაში? ცენტრალიზებული მმართველობა ეს ნიშნავს სწრაფ და ეფექტურ გადაწყვეტილებებს. მუდმივი პროფესიონალური არმია, იანიჩარები, ნიშნავდა, რომ ისინი ყოველთვის მზად იყვნენ საბრძოლველად. აბა შეადარეთ ეს ევროპულ ფეოდალურ ჯარებს, რომლებიც წელიწადში მხოლოდ რამდენიმე თვით იკრიბებოდნენ. და ბოლოს, პოლიტიკური ერთობა, ეს კი ნიშნავდა სტაბილურ რესურსებს და ერთიან გრძელვადიან სტრატეგიას. აი ამ სამი რამის კომბინაციამ შექმნა ის, რასაც შეგვიძლია უწოდოთ იმ დროის უძლეველი სამხედრო პოლიტიკური მანქანა. მოკლედ რომ შევაჯამოთ, ჩამოყალიბება, შემდეგ დაპყრობა და ბოლოს გადამწყვეტი უპირატესობა. აი ეს არის ის სამი საყრდენი, ის სამი სვეტი, რომელზეც ოსმალთა გიგანტური იმპერია აშენდა. თითოეული ეს ეტაპი ლოგიკურად ამზადებდა მომდევნოს და ყველამ ერთად შექმნა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი წარმატების ისტორია. და ბოლოს, მინდა თქვენც დაფიქრდით. აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თქვენი აზრით, რა იყო წარმატების მთავარი მიზეზი? მათი საკუთარი შინაგანი ძალა, სამხედრო და პოლიტიკური, თუ უბრალოდ მათი მოწინააღმდეგეების საბედისწერო სისუსტე და დაგსაქსულობა? საინტერესო კითხვაა, რა? დაფიქრდით, რადგან ისტორიკოსებიც კი დღემდე კამათობენ ამაზე.